ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ხმაურია, როგორც ჩვენ კადრში ვხედავთ. ხმაური მოყვა გახარიას თანაგუნდელების განცხადებებს, ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი სხდომათა დარბაზში. ქართული ოცნების დეპუტატებსა და გახარიას გუნდის წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს ფრაქციების სიტყვით გამოსვლისას სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თქვენ კადრშიც ხედავთ ახლა საქართველოს პარლამენტსა და სხდომათა დარბაზს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს